დილამშვიდობის მოგესალმებით, ქორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ სხდომა. დღის წესრიგით გვაქვს ერთი საკითხი, რომელიც ეხება უმაღლესი განათლების შესახებ რეფორმის ფარგლებში არსებულ ცვლილებებს, რომელიც არის როგორც უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, ასევე პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. მომხსენებელი ყავს ბატონი ზვიად გაბისონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე. გთხოვთ ბატონო ზვიად. პირველი არ გახლავართ, მოადგილე გახლავართ. მადლობა. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ პაკეტს. მოგეხსენებათ, რომ გუშინ მქონდა პირველი განხილვა, მეორე განხილვასთან დაკავშირებით სულ რამდენიმე ტექნიკური დაზუსტებაა. შინაარსობრივად გუშინ მქონდა ძალიან დეტალური მსჯელობა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, როგორც კომიტეტებზე, ასევე პლენარულ სხდომაზე. შესაბამისად, დღეს მეორე მოსმენით მოხლობრივად წარმოგიდგენთ შესაბამის პაკეტს. საუბარია რამდენიმე ნორმატიულ აქტში, პარალელურად შესატან ცვლილებებზე. მოგეხსენებათ, რომ ეს გახლავთ კონცეფციიდან გამომდინარე რეფორმების პირველადი პაკეტი, რომელიც ამ დროისათვის იყო მნიშვნელოვანი, რომ გაგვეხორციელებინა და ამიტომ ვითხოვეთ გუშინაც უპასუხე ქალბატონ ტატას დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან მოგეხსენებათ, რომ ანკეტა კითხوارების საკითხია და რამდენიმე ისეთ საკითხია, რომელიც აუცილებელია, რომ დღეს ეხლა ყოფილიყო მიღებული. მხოლოდ გავიაროთ საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი. ხო, ამასთან დაკავშირებით მარტო, ხო? მოგეხსენებათ, მუხლი პირველი საკმაოდ დიდია, ცვლილებასთან დაკავშირებით დაზუსტა მხოლოდ პირველი მუხლის 22 პუნქტის აქვე პუნქტის რედაქცია. კერძოდ, მეტი სიზუსტისთვის მიეთითა საქართველოს მოქალაქის საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სახელმწიფოს მიერ სწავლის სრულად დაფინანსების საკითხი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად. ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სხვა პირთა სწავლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა. პირველი მოსმენის შემდეგ სხვა სახის ცვლილება არ განხორციელებულა. კარგით, მუხლი მეორე. არ განხორციელებულა. მუხლი მესამე. მუხლი მესამესთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა. იქ იყო ცნება პუნქტი ორჯერ გამოყენებული და შესაბამისად დავარედაქტირეთ. სხვა ცვლილება არ არის. მუხლი მეოთხე. არ განხორციელებულა ცვლილება. კარგით, გადავიდეთ ახლა უკვე საქართველოს კანონის განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი. არ განხორციელებულა ცვლილება. მუხლი მეორე. არც არ განხორციელებულა. მადლობა. შემდგომი კანონპროექტი პაკეტში შემავალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. არ განხორციელებულა აქაც. მუხლი მეორე. არც არ განხორციელებულა. მადლობა. შემდეგი კანონი არის საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. არ განხორციელებულა ცვლილება. მუხლი მეორე. არც არ განხორციელებულა ცვლილება. და ბოლო კანონპროექტი პაკეტში შემავალი არის თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი პირველი. ცვლილება არ განხორციელებულა. მუხლი მეორე. არც არ განხორციელებულა ცვლილება. ესეც უცვლელად არის. დიდი მადლობა. კითხვები ბატონი ლადო, ქალბატონი თამარი, ბატონი ლადო. მადლობა, ქალბატონ მარია, მადლობა ბატონ ზვიად. კანონპროექტის მეორე მოსმენის წარდგენისთვის, მადლობა თავდაცვის სამინისტროს, გუშინ ჩვენი თხოვნის გათვალისწინებისთვის. კითხვა, რომელიც უკავშირდება მობილობას, ამაზე გუშინაც იყო დისკუსია მათ შორის პლენარულ სხდომაზე და საზოგადოებას აინტერესებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აფინანსებს სრულად სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველა სპეციალობაზე ორივე საფეხურის სტუდენტებს, თუმცა მობილობის შემთხვევაში გულისხმობს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადაწყვიტა გააგრძელოს კერძო უნივერსიტეტში, რადგან გრანტი არ არის სავარაუდოდ და უბრალოდ პასუხის საზოგადოების ვთქვათ, ეს დაფინანსება ვერ გადაყვება, ხო კერძო არ აიღეს ვალდებულებას, რომ უფასოდ ისწავლოს, თუმცა მეორეს მხრივ, როცა სტუდენტმა გადაწყვიტა კერძო უნივერსიტეტში ჩაბარება და შემდგომ გადაწყვიტა, რომ დაბრუნდეს საჯარო უნივერსიტეტში, აქ როგორ იქნება დაფინანსების საკითხი. მადლობა. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ მოსმენაზეც ახლაც მე მუდმივად ვსვავ შეკითხვას, რატომ დაჩქარებულად ზოგადად ამ კონცეფციის მიმართულებით, განათლების რეფორმის მიმართულებით, იმიტომ რომ წლები სჭირდება განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში განათლების რეფორმას, რომელიც ეფუძნება კვლევებს, რომელიც ეფუძნება რისკების შესახებ ძალიან დიდ ინფორმაციას, მოდელირებას, მთელი პროცესის, რაც გაივლიან ჩვენი ახალგაზრდები და სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მართლა ძალიან სამწუხაროა, რომ 2 დღეში ჩვენ ვიღებთ კანონს, რომელსაც ექნება ძალიან მძიმე შედეგები ჩვენი ახალგაზრდების მიმართულებით. მე მექნება 2 შეკითხვა. ერთი არის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა სხვა პრობლემებთან ერთად აკლია თანმიმდევრულობა პრინციპებში. მაგალითად, ერთგან ჩვენი პრინციპი არის სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართულებით ის, რომ უნივერსიტეტებმა უნდა ასწავლონ ის, რასაც ტრადიციულად ასწავლიდნენ, მაგალითად, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, მაგალითად, იმას, რასაც პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ასწავლიდა, ახლა ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო მეორეგან ქუთაისის შემთხვევაში, მაგალითად, ეყრდნობა სიახლეს, რაც ნიშნავს ახლა დაარსებული უნივერსიტეტის შექმნას. ამ უნივერსიტეტმა უნდა ასწავლოს ის, რაც არასდროს უსწავლებია. როგორ ხსნით ამ არათანმიმდევრულობას აი ამ პრინციპებში? დასუსტება იმისთვის, რომ ახლად არსებული ჯერ ფეხმოუკიდებელი უნივერსიტეტებისთვის ეს გამოწვევა იქნება და რამდენად შეძლებენ ესენი. აქ მარტო გეოგრაფიული დეკონცენტრაცია არ არის საკმარისი არგუმენტი, ეს რეფორმა არ აძლიერებს არსებული უნივერსიტეტებს სხვა ქალაქებში, არამედ გამოკვეთილ ფოკუსშია ქუთაისის ახალ შექმნილი უნივერსიტეტი და ხომ არ არის თქვენი მხრიდან ეს მიკერძოებული პოლიტიკის საკითხი, როდესაც ჩვენ ამ ცვლილებას ვახორციელებთ და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, კიდევ ერთი არათანმიმდევრულობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემთხვევაში. ახალი კონცეფციის ფილოსოფია არის დაფუძნებული იმაზე, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების რესურსები და ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტუდენტებზე არ უნდა იხარჯებოდეს. დარჩება თუ არა ქუთაისის უნივერსიტეტის ეს სახელი, საერთაშორისო დეფინიცია და ის ფუნქცია ხომ არ შეეცვლება, რომელიც მის დაარსებისას მას მიენიჭა. მადლობა. ბაზონზია დიდი მადლობა. ერთი შეკითხვა მაქვს ერთადერთი. ჩვენგან ახლა წარმოიდგა ეს აზრი და ძალიან გამართულიც არის ორივე საფეხურის დაფინანსების თაობაზე. სამედიცინო მიმართულებით მეორე საფეხური წარმოადგენს რეზიდენტურა. აქ როგორ იქნება ამ დაფინანსების საკითხი და თუ მაინც ის დაფინანსების სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ვერსიად ხო არ განიხილება რეზიდენტების უკვე რეზიდენტურის გავლის დროს ხელფასის მიცემა და ისინი ამ მიღებული ხელფასიდან გადაიხდიან თვითონ ამ თავის საფასურს, სწავლის საფასურს. დიდი მადლობა. სანამ უპასუხებთ, რადგანაც პოლიტიკური შეფასება იყო არსებული რეფორმის, არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო. პირველ რიგში ეს კანონპროექტი და სრული პაკეტი არის ძალიან თანმიმდევრული და ზუსტად ეხმიანება იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რაც უმაღლეს განათლებას დღეს აქვს. ამასთან ერთად ეს პროექტი და ზოგადად სტრატეგია და კონცეფცია 2 დღეში არ დაწერილა, ამაზე წლებია ეს საჭიროებები დგას. თვითონ როგორც კომიტეტი და კომიტეტის წინამოწვევა ერთგვარი ასე ვთქვათ კონსტიტუციის განათლების კონსტიტუციის სახით ზოგადი განათლების ეროვნული გეგმა მიიღო და ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ამ რეფორმის შესაბამისად, როგორც საპარლამენტო გუნდი, ასევე აღმასრულებელი გუნდი ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ხანია მუშაობს და ზუსტად ეხმიანება იმ საჭიროებებს და გამოწვევებს და ყოველთვის ხვდებით, რომ რეფორმა ძალიან დროული, ძალიან საჭირო და შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც არის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი, რატომაც არის დაჩქარებული წესით. ამასთან დაკავშირებით ასევე თქვენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც პარტიებს და განსაკუთრებით ქართულ ოცნებას აქვს ხოლმე წინასაარჩევნო დაპირება და გეგმა, ერთ-ერთი ძირეული ნაწილი იყო განათლების მიმართულებით რეფორმა და განათლების მიმართულებით საჭიროება და თუ ამასთან დაკავშირებით თქვენ პარტიასაც ქონდა ნამუშევარი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდით ცვლილებების სახით, ან წერილობით, ან გარკვეული შენიშვნებით თქვენ ხედვას
ამ რეფორმასთან დაკავშირებით. ასე რომ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური შეფასება ერთია და საგნობრივი და შინაარსობრივი განხილვა მეორე და ალბათ აქაც კომიტეტის ფარგლებშიც უნდა ვფიქრობდეთ, როგორ უნდა გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ ის დაგეგმილი რეფორმა, რაც არსებობს. ასე რომ ძალიან დროულია, კიდევ ერთხელ ძალიან თანმიმდევრული, საჭირო და ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს ნამდვილად შეცვლის სტუდენტების მიმართულებით, პროფესორების მიმართულებით და ზოგადად საგანმანათლებლო გარემოს ფუნდამენტურად უკეთესობისაკენ. გითხოვთ ბატონო ზვიად. მადლობა თქვენს კითხვებთან დაკავშირებით ბატონი ლადო ბოჟაძის კითხვიდან დავიწყე ბატონ ლადო მობილობასთან დაკავშირებით გუშინ გაკვირით იყო საუბარი გასაგები მიზეზების გამო იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის მობილობის ნაწილი არ იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებული შემადგენელი ნაწილი თუმცა ჩვენი აზრი მინდა რომ გითხრათ რა თქმა უნდა მობილობასთან დაკავშირებით არსებობს არსებული კანონმდებლობა მის გადახედვას ამ ეტაპზე არ გვეგმავთ თუმცა ახალი პროექტი შესაძლებელია ამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი რატომ იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ მაღალ რეიტინგული სტუდენტები შეიძლება უფრო მოხვდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში თუმცა იმის შესაძლებლობაც არის რომ შეიძლება კერძო უნივერსიტეტში მოხვდნენ ამიტომ შესაძლებელია გარკვეული ტიპის კოტირება გავაკეთოთ მათ შორის იგივე GPA-ის ნაწილში ან შეიძლება მოხსნათ ეს ნაწილი ერთადერთი რაც გვაწუხებს არის манипуляციის საშუალება არ დავტოვოთ რომლის დროსაც მაგალითად ხო უფრო დაბალ რეიტინგული ვთქვათ დაბალი აკადემიური მოსწრების მისაღებ გამოცდებს გულისხმობთ სტუდენტებმა არ გამოიყენონ არსებული ხრელი ასე ვთქვათ საკანონმდებლო ხრელი და შემდეგ არ მოხდეს გადანაცვლება თუმცა იქ მოგეხსენებათ რომ არის გარკვეული ტიპის ბარიერები რომელიც თავად სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულები უზრუნველყოფენ ისინი ხსნიან მობილობის ფანჯრებს ასე ვთქვათ და აქედან გამომდინარე თეორიულად რა თქმა უნდა შესაძლებელია და ამ ხრივ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ერთადერთი აი ეს მომენტი იყო რაზეც გუშინაც გავამახვილე ყურადღება რომ შეიძლება რაღაცა ტიპის შეზღუდვა დავაწესოთ იგივე GPA-ის ნაწილში რომ არ მოხდეს მსგავსი ტიპის манипуლირება სხვა შემთხვევაში იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტი ხსნის მობილობას ის ხსნის ყველასთვის და აქედან გამომდინარე ამ ნაწილში არ ამგონია რომ პრობლემა იყოს იმ დროს როდესაც ჩვენ ამ მობილობის ნაწილს განვიხილავთ უფრო ფართოდ შეგვიძლია და უფრო მეტ დეტალზე შეგვიძლია ვისაუბროთ ქალბატონ ტატას შეკითხვებს რაც შეეხება რა თქმა უნდა მე ხა მოვერიდები პოლიტიკური შეფასების ნაწილს უფრო თემატურად ვეცდები ყოველ შემთხვევაში რომ გიპასუხოთ ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ ეს რეფორმა დაჩქარებულად იმიტომ ვიხილავთ და რომ რაღაცა ტიპის სწრაფი ამოცანების გადაჭრაზეა საუბარი და წინ არ უძღოდა გარკვეული ტიპის კვლევები გუშინაც ვახსენეთ განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს აქვს რამდენიმე სიპი და მათ შორის დეპარტამენტები რომლებიც წლების განმავლობაში მუდმივად ყოველწლიურ რეჟიმში აკეთებენ შესაბამის კვლევებს ქალბატონი მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით არსებობს სიპი, რომელიც უშუალოდ ამ კვლევებში გვეხმარება და თქვენ იცით მისი კვალიფიკაცია ამ ნაწილში 10 წლეულებია უკვე და არა მარტო ქალბატონი მაია, ჩვენ გვაქვს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი, მეცნიერების დეპარტამენტი და ასე შემდეგ, ანუ ეს დეპარტამენტები სიპებთან ერთად წლების განმავლობაში ამ ყველაფერზე მუშაობენ, მაგრამ არ იყო რეალიზაციის საშუალება და ჩვენ ეხლა დავიწყეთ მისი სწრაფი რეალიზაციის განხორციელების ნაწილი, რაზეც ძალიან ვამაყობთ გულწრფელად რომ გითხრათ, უშეცდომო რა თქმა უნდა არავინ არ არის და შესაძლებელია რომ მეც ან ჩემმა კოლეგებმაც გარკვეული ტიპის ტექნიკური შეცდომები დაუშვათ, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან ვამაყობთ იმითი, რასაც ვაკეთებთ და საერთოდ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ახალგაზრდებს მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენებთ, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, სრული პასუხისგებლობით ვამბობთ, ვაკეთებთ სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ეს შეიძლება გარკვეული ტიპის მტკივნეულობა გამოიწვიოს იგივე აკადემიურ პერსონალთან, ჩემნაირ პროფესორებთან მიმართებაში, მაგრამ მიზანმიმართულად წავალთ ამისკენ, გულწრფელად ვამბობთ, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაა, რომ ახალგაზრდების სწავლება გავხადოთ გაცილებით უფრო მაღალხარისხიანი, ვიდრე დღეს აქამდე იყო. როგორ უგეგმავთ ამას? მე მგონი ძალიან ნათელია, ყველა პუნქტს ვცდილობთ რომ განმარტოთ, საქმე ის გახლავთ, რომ ამ ასეთი ტიპის სინთეზირებაში გულისხმობთ უმაღლესი განათლების პროგრამებს, მეცნიერების პროგრამებს, ექნება შესაძლებლობა, რომ სტუდენტებზე გაცილებით უფრო მაღალი კატეგორიის და ხარისხის სწავლება მივაწოდოთ. იგივე მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით, რაზედაც იყო
საუბარი, რომ გვინდა რომ მაღალ რეიტინგულები იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტები და გარკვეული ტიპის რთული ბარიერების დაძლევა მოუწიოთ, ანუ უფრო კარგად მოემზადონ მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით, ესეც არის იმის საფუძველი და ყველამ ვიცით, ვინც უმაღლეს სასწავლო დაწესებულების სწავლების პროცესში ვარ ჩართული, რომ საფუძველი გვჭირდება სტუდენტების იმისა, რომ პირველი კურსიდანვე დავიწყოთ მათი იმ დონეზე სწავლება, რომ მესამე კურსის თავზე ან მეოთხე კურსზე როცა დაასრულებენ, ისინი იყვნენ შრომის ბაზრისთვის ორიენტირებული და მომზადებული. იურიდიულ ფაკულტეტებზეც ხშირად რატო ვახსენებთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი გამოცდილება ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს. პრობლემა გვაქვს გულწრფელად გეტყვით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობთ გარკვეული ტიპის თეორიული ცოდნა უფრო მეტი მიეწოდებათ, ვიდრე პრაქტიკული უნარებია და ამ ნაწილში მე სრულიად ვიზიარებ იმას, რომ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად შრომის ბაზარზე იქნან ეს ახალგაზრდები შეყვანილი, ამიტომ ამისათვის საჭიროა რომ ყველა მნიშვნელოვანი საგანი იმ პერიოდში ვასწავლოთ, რა პერიოდშიც 3+1 გულისხმობს და სავსებით საკმარისია სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია გითხრათ, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ, ვანგარიშობთ, ვითვლით და ამ ნაწილში არ გეგონოთ, რომ რაიმე ტიპის ზედაპირულია. რაც შეეხება რეფორმას, მე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და ამ გუნდის წევრი, ვისაც გვევალება, რომ ეს განვახორციელოთ სრული პასუხისმგებლობით, გეტყვით, რომ 24 საათიან რეჟიმში დღე და ღამე სკრუპულოზურად ვითვლით ყველა ნაბიჯს, რასაც ვაკეთებთ, არც ერთი ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ იცით რამდენი დეტალისგან შედგება, ვცდილობთ, რომ არ იყოს დარჩენილი ყურადღების მიღმა, შეცდომები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, ამიტომ ამ ყველაფერს დარწმუნებული ვართ, რომ ბოლომდე მივიყვანთ. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით, პირველი მე გუშინაც გავაჟღერე და არ მეგონა თუ ქუთაისთან დაკავშირებით კიდევ მოგვიწევდა, მაგრამ მინდა რომ განმარტება გავაკეთო. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ჰაბად ქუთაისის ქალაქ ქუთაისში საგანმანათლებლო ჰაბის შექმნაზე, არ გულისხმობთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ხოლო ჩვენ გულისხმობთ ზუსტად იგივე ლოგიკით, როგორც თბილისში გულისხმობთ 4-5 უნივერსიტეტს, ანალოგიური პრინციპით გულისხმობთ ქუთაისშიც, რადგან ქუთაისში გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა გახლავთ ისტორიული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი ტრადიციები აქვს, აქვს უამრავი პროგრამა, მათ შორის ისინი ახორციელებენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ მიმართულებას სუბტროპიკულს გახსოვთ, რომელიც აი ამ ომის და მძიმე წარსულიდან გამომდინარე სამწუხაროდ დაცილდა და შესაბამისად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთან თბილისშია მოგეხსენებათ განთავსებული და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წავიდა ეს მიმართულება. ამიტომ ამ ნაწილზე როცა ვლაპარაკობთ განვითარებაზე, ჩვენ გულისხმობთ სინთეზს და არა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს. მეორე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სახელმწიფოს და ჩვენი დახმარება ნამდვილად არ ჭირდება. თუ ჩვენი არ გჯერათ, ჩვენი თხოვნაა ჩაბრძანდით კამპუსები ნახეთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალმა კამპუსმა თუ სწორად მახსოვს, შარშან მიიღო ევროკავშირში ერთ-ერთი პირველი პრიზი, როგორც საუკეთესო დიზაინის მქონე ადმინისტრაციულმა კამპუსმა, თუ სწორად მახსოვს. რატომ ამბობთ ამას? ანუ იქ არის წარმოუდგენელი ინვესტიციები განხორციელებული უკვე, იგეგმება და არ ამგონია, რომ ჩვენი დიდი დახმარება დაჭირდეს ამ კამპუსების განვითარებას. ჩვენ საუბრობთ სხვა მიმართულებით განვითარებაზე, რომელიც მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა სხვა ტერიტორიაზე, ეს არის ყოფილი პარლამენტის ქუთაისში განთავსებული პარლამენტის შენობის უკან მიმდებარე ტერიტორია. დღეს ბატონი დავითი მიხსნიდა, რომ ეს არის წყალტუბოს მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკუთვნის და ამიტომ გვიჭირს უფრო მეტი დეტალები განვახორციელოთ. ამის მიხედვით ვაპირებთ იქ განვითარებას. თქვენ იცით, რომ იქ იგეგმება ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომელზეც ძალიან დიდი ინვესტიციებს ახორციელებს სახელმწიფო. ქალბატონი მარიამი ვიცი, რომ ძალიან აქტიურად არის ჩართული. ჩემ წინა ცხოვრებაში ძალიან აქტიურად მუშაობდი ამ ტექნოლოგიების მიმართულებით და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით სამეცნიერო და სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარება პლუს საცხოვრებელი კამპუსების განვითარება მეორე უზარმაზარ ჰაბს შექმნის და პრაქტიკულად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი და ახალი კამპუსი ერთდროულად შექმნის იმ სინთეზს, რაც აქეთ ამ მიმართულებით რუსთავი, თბილისი რუსთავის გზაზე ვგეგმავთ, იცით თქვენ დაახლოებით 500 ჰექტარზეა ლაპარაკი. ბიუჯეტის დამტკიცების დროს ნახავდით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე აქვს ჩადებული მიწის გამოსყიდვის ღირებულებები, რამდენიმე ასეული მილიონ ლარზეა ლაპარაკი, სადაც ამ
ამ წელს 2026 წელსვე ვაპირებთ, რომ ჩვენ საკუთრებაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორია რაც არის, კერძო მესაკუთრებისგან ეს გამოვისყიდოთ და პროექტირების ნაწილშიც უკვე ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა. ამიტომ ამ მიმართულებითაც ვცდილობთ, რომ ძალიან სწრაფი ტემპით ვიმოძრაოთ. რატომ სწრაფად? იმიტომ რომ ნებისმიერ საქმეს ჩვენ ღრმად ვწამს, რომ ჭირდება სწრაფი ნაბიჯების გადადგმა. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ქართულ განათლების სისტემას აქვს, გულწრფელად გეტყვით, არის სწორედ ის ნელი ტემპები, რა ნელი ტემპებითაც მოვდიოდით, სწორედ ამ დათმობების გამო, რომ მოდი დაველოდოთ, მოდი ბევრი გამოვიკვლიოთ, 5 წელი, 7 წელი, 10 წელი, შემდეგ იცვლება მუდმივად სისტემა, იცვლება მენეჯმენტი, თქვენ იცით, რომ განათლების ჩვენი სამინისტროს სისტემაში მენეჯმენტის ცვალებადობა ყველაზე უფრო ხშირია, აქედან გამომდინარე ეს იწვევს გარკვეული ტიპის დაპაუზებას კონკრეტული ამოცანების, ამიტომ ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ვიმოძრაოთ. სრული პასუხისგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს რეფორმა იქნება ახალგაზრდებისთვის და კი არ დაუნგრევთ მომავალს, არამედ პირიქით საუკეთესო მომავლის შექმნას ვცდილობთ. რაც შეეხება ცნებას, საერთაშორისო ცნებას, უნდა გითხრათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სპეციფიკური პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტი, რომლის აკრედიტაცია, ავტორიზაციები სულ სხვა ლოგიკით ვითარდება და ძირითადად მათ აქვთ ორმაგი dual პროგრამები, ანუ საერთაშორისო ტიპის პროგრამებში იგულისხმება ისეთი პროგრამა, სადაც ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ ჩართული, ან სხვა ტიპის უნივერსიტეტები, ასეთი პროგრამები საკმაოდ ბევრი აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამ მიმართულებითაც გააგრძელებს პროგრამების განვითარებას. იმ ლოგიკას რაც შეეხება, გუშინაც ჰქონდა ამაზე საუბარი, რომ როგორ შეიძლება განვავითაროთ სხვადასხვა ტიპის თბილისის პროგრამების მიმართულების მსგავსი. რა თქმა უნდა, აქ იმპერატიულად არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რას თბილისშია მიმართულებები აუცილებლად უნდა მოიყოს ქუთაისშიც, მაგრამ ამის უფლებამოსილება და საშუალებას მივცემთ, რა თქმა უნდა, და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ მიმართულებით პროგრამები რაც შეიძლება სწრაფად განავითაროთ. აკადემიურ პერსონალთან დაკავშირებითაც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმდენად კარგი პირობები იქნება, მათ შორის ფინანსურ ნაწილშიც და მათ შორის აკადემიური თავისუფლების ნაწილშიც შეთავაზებული, რომ მათ შორის თბილისში არსებული პროფესორები ძალიან ბევრი სურვილი ექნება, რომ ქუთაისის მიმართულებითაც გადაინაცვლოს, თუმცა იქაც არაკლიათ, ჩემი აზრით, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალი. და ბოლოს ბატონ ლადოს კითხვას გავცემ ძალიან მოკლედ პასუხს. ბატონ ლადო, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გვჭირდება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ ვართ მედიცინის მიმართულების სპეციალისტები, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ ამ კანონმდებლობის მიღებასთან ერთად მომავალი კვირიდან ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას გუშინ ხალბატონ მარიამთანაც ჰქონდა ამაზე საუბარი და თუ პარლამენტი ჩაერთვება, მხოლოდ გაგვიხარდება. მომავალ კვირას სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა რეფორმის ფარგლებში, რა მიმართულებებს თვლიან, იგივე კლასიკურ მიმართულებებად სად არიან ყველაზე უფრო ძლიერი სამეცნიერო პოზიციების მქონე, ყველა უნივერსიტეტთან ვაპირებთ სათითაოდ შეხვედრას. ეს დავალება მიღებული გვაქვს, რა თქმა უნდა, და ამ მიმართულებით თუ ინტერესი გექნება და ჩაერთვებით, სიამოვნებით, მათ შორის მედიცინის მიმართულებითაც ბატონ ლადოს შეგვიძლია სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად განვიხილოთ ეს მიმართულებები, მათ შორის რეზიდენტურის დაფინანსების ნაწილიც. მადლობა. დაზუსტებებზე ქალბატონი თამარი. დავაზუსტებ, რადგან თქვენ მიპასუხეთ, მე არ ვთვლი ნამდვილად, რომ რეფორმა ზოგადად და ამ საკითხზე მუშაობა არის ნაჩქარევი, პირიქით, ეს დროულია და მისასალმებელია, იმიტომ რომ ძიმე მდგომარეობაში არის განათლების სისტემა, თუმცა მე ვთვლი, რომ განათლების სისტემის განვითარებისთვის და ამ სფეროში ნაბიჯების წინ გადადგმისთვის ნამდვილად საჭიროა, რომ 2 დღეზე მეტი დაეთმოს ამ კონკრეტული კანონპროექტის განხილვას. ანუ მხოლოდ ამ კანონპროექტის განხილვაზე ვსაუბრობ და არა რეფორმაზე. რეფორმა დროულია, შეგვიძლია რეფორმის ცალკეულ დათქმებზე და ცალკეულ პრინციპებზე ჩვენ ვიკამათოთ, თუმცა ჩემთვის ამ კანონპროექტის, ესეთი მნიშვნელობის კანონპროექტის განხილვა 2 დღეში არის ნაჩქარევი აქტი და ამას აღნიშნავს ჩემი საუბარიც. რაც შეეხება კვლევებს, აი ნახეთ, კიდევ ერთხელ დავსვიმე ეს შეკითხვა და მე მოვისმინე და მეჭვიც არ მეპარება, რომ განათლების სამინისტროში არიან ის ღირსეული საჯარო მოხელეები, რომელიც წლობით მუშაობენ და იკვლევენ ამ მიმართულებას, თუმცა კონკრეტული საკანონმდებლო პაკეტის შემოტანა რა კვლევებზე დაყრდნობით მოხდა, მე ამაზე პასუხს ვერ ვიღებ. ანუ რომელი კვლევები იყო გაკეთებული იმისთვის,
რომ მიეცათ დასკვნა და ყოფილიყო დასკვნა ამასთან დაკავშირებით. ანუ ეს ამაზე მაინტერესებს. მე მგონი მოიჩი. მადლობა. კი ბატონო, გულწრფელად რო გითხრათ, ვერ გეტყვით 2 დღე დაგჭირდება თუ 3 დღე, მეორე დღე აქ ვარ და მზად ვართ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ და არც ერთ კითხვას არ გაურბივართ. ამ ნაწილში რამდენი საჭირო იქნება, იმდენი განვიხილოთ, აქ მე საერთოდ უფლებამოსილიც არა ვარ ამ ნაწილში, რომ რაიმე ტიპის პასუხი გაგცეთ. რაც შეეხება კვლევებთან დაკავშირებით, კი ბატონო, გეტყვით, რომ წლების განმავლობაში არის სამინისტროში დაგროვილი შესაბამისი კვლევები, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებსაც აქვთ გარკვეული საჭიროებები, განათლების ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენი აზრი გითხარით და განათლების ექსპერტებთან მიმართებაშიც რა თქმა უნდა კომუნიკაცია სულ გვაქვს, ასე რომ ცნება ექსპერტთან დაკავშირებით არ ვამბობ, ზოგადად ვამბობ, აკადემიური პერსონალთან საუბარში. გარდა ამისა, წლებია თქვენ იცით, რომ ჩვენ სისტემაში გახლავთ განყენებულ ცნებად არ არის, ეს არის რექტორთა საბჭო, რექტორთა კონფერენცია, რომელსაც პრაქტიკულად თვეში ან 2 თვეში ერთხელ ვიკრიბებით და მათი ყველა საჭიროებას ვაანალიზებთ, მათ შორის პროგრამების განვითარების ნაწილში ჩვენი დეპარტამენტები ყოველ კვარტალურ, ყოველთვიურ რეჟიმში აანალიზებენ სტუდენტების აკადემიური მოსწრების ნაწილებს, მათ შორის იგივე შეფასებით ნაწილებს, პროგრამების მიმართულებით, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან ბევრ პროგრამაზე ძალიან დიდი წარმატებები, მათ შორის ორმაგ პროგრამებთან დაკავშირებითაც გვაქვს ჩავარდნებიც, ზოგიერთი პროგრამა პირდაპირ გეტყვით და ეს თავადაც ნახავდით ალბათ მოკვლევების ფარგლებში, რომ არის ხელოვნურად შექმნილი, მაგალითად იმისთვის, რომ აკადემიურმა პერსონალმა საათები შეავსოს, გულისხმობს დატვირთვის საათებს, ამისთვის რაღაც დამატებითი პროგრამებია, სადაც შეიძლება 2-3 სტუდენტიც არ იყოს, თუმცა 2-3 სტუდენტი ძალიან სპეციფიკურ პროგრამებს არ გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ანუ როცა შრომის ბაზარზე მოთხოვნა რაღაც ტიპის ნაწილზე და აქ არ არის დაკმაყოფილება ამ ნაწილში პრობლემურია, თუმცა არსებობს სპეციალობები, გუშინ მაგალითად მახსოვს რომ უპასუხეთ თქვენი ფრაქციის წევრს, არსებობს ისეთი პროგრამები, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და ის არანაირ კავშირში შრომის ბაზართან არ არის. ანუ ჩვენ როცა შრომის ბაზრის კვლევაზე ვსაუბრობთ, ხაზგასმით გვინდა გითხრათ, რომ საუბარია ისეთ მიმართულებებზე, რომელიც სწორედ დასაქმებაზე ორიენტირებულია. არის ისეთი პროგრამები, იგივე არმენოლოგიის მიმართულებით, ენების აფხაზური ენის სწავლებასთან მიმართებაში, რომელიც კომერციულად შეიძლება მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი იყოს. ასეთი ტიპის პროგრამები, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული იქნება და მხოლოდ შრომის ბაზრის კვლევებს არ დავეყრდნობით, მე მგონი ნათელია. ამიტომ იქ ჩამონათვალში თუ მიაქცევდით ყურადღებას, მხოლოდ შრომის ბაზარზე ორიენტირებული არ არის, ქოტირების განსაზღვრაში არის რამდენიმე კრიტერიუმი დადგენილი, ამიტომ მთავრობა ისარგებლებს ყველა ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე და დაადგენს არა უბრალოდ მხოლოდ შრომის ბაზარზე ორიენტირებულ პროფესიებს, არამედ დაადგენს დამატებით ისეთ პროფესიებსაც, რომელიც აუცილებელია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მოკლედ ერთი არმენოლოგია ახსენეთ და ვისარგებლებ შემთხვევით და მე მქონდა საუბარი როგორც ქართველოლოგიის ცენტრში სომხეთში, ასევე ჩვენს კოლეგებთან სომეხ კოლეგებთან ერთად, რომ იმის გამო, რომ სამწუხაროდ დაინტერესება ქართული მხარისაგან არმენოლოგიის მიმართულებით საკმაოდ მწირია, ხომ არ გვეფიქრა კავკასიოლოგიის და ზოგადად ჩვენი რეგიონის სწავლებების მიმართულებით, ასე ვთქვათ, განვითარებაზე და ვთქვათ, აქ შესულიყო როგორც ქართველოლოგია, ასევე არმენოლოგია და კიდე სხვა დამატებითი საჭიროებები. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც კადრების არსებობის კუთხით, ასევე კვალიფიციური დიპლომატების გამოზრდის კუთხით და შეგვიძლია ამაზე უკვე ცალკე კომიტეტის გარეთ დეტალურად გავაგრძელოთ მუშაობა. რაც შეეხება ძალიან მოკლედ ქუთაისის ნაწილს, სამწუხაროა, რომ გუშინ ამაზეც დაისვა ჩვენი ოპონენტების მხრიდან კითხვები, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ქუთაისი და რა საფუძველს ემყარებოდა ქუთაისის, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო კერის გაჩენა იქ, კერის, რომელიც ჯერ კიდევ გელათის აკადემიის და ძალიან დიდ საძირკველი აქვს, ასევე თქვენ კარგად განმარტეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ მოაზრებული და ასე ვთქვათ, ერთგვარი კომპლექსი ამ ქუთაისის უნივერსიტეტთან მიმართებაში, საერთაშორისო უნივერსიტეტთან მიმართებაში, ქუთაისს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები საგანმანათლებლო და იმ აკადემიკოსების და სხვა დიდი ჩვენი ქართველი მოღვაწეების მიმართულებით, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და უნდა დაბრუნდეს ეს ტრადიცია და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაც არის. ამიტომ ძალიან მივესალმებით და იმ კერების
გაჩენას, როგორიც არის მაგალითად ასევე დაკავშირებული ტექნოლოგიურ განვითარებასთან, რომელიც ქუთაისმა მიიღო ეს როგორც ტექნოპარკის განვითარების კუთხით, ასევე იმ ცვლილებების კუთხით, რაც ინოვაციების სამეცნიერო მიმართულებით ხდება. რაც შეეხება რეზიდენტურას, ბატონ ლადო, ვფიქრობ, რომ ჩვენ კომიტეტში ერთიანად შეგვიძლია დავამუშავოთ, ვინაიდან არსებული რეზიდენტურის მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო და ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაციის სახით კომიტეტის მხრიდან მოგოწოდოთ ჩვენი ხედვა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეფორმა და ყველას მოუწოდებთ, რომ ამ რეფორმის ისტორიული რეფორმის ნაწილი იყოს, ვინაიდან ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს. ჩვენ შეგვიძლია მე უკვე აღსრულების ნაწილში თქვენი ხედვები მოვისმინოთ ნებისმიერი ფორმატისთვის მზადა ვართ იმისათვის რომ თქვენი რეკომენდაცია იყოს კონკრეტული საგნობრივი განხილვით და კონკრეტული საგნობრივი მიმართულებით რა პუნქტები და რა აღსრულების კომპონენტები შეიძლება იყოს უკეთ წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და კენჭისყრაზე დავაყენოთ მოხლობრივი განხილვა. დიდი მადლობა გადავინაცვლოთ უკვე სასესიოს.